თქვენ მის შესახებ თუ შესაძლებლობა გექნებათ ეს თქვენ გადაუგზავნეთ თუ იმეილები არსებობს მე რუსულ თქვა დღეს დაიღლებიან მაგრამ სახში ხომ უფრო შედაც შეიძლება ამას თავი მოუვაროთ ხო მაშასე მე სად უნდა ვამბობ იმას რომ ყველა ცივილიზაცია თავისი იდენტიფიკაციის ფაქტორებს ატარებს ეს ფაქტორები ცივილიზაციის კლასიფიკატორები რო შექმნეს დასავლურ ცივილიზაციურ კვლევებში მე-19 საუკუნიდან დაიწყეს ამაზე ფიქრი მაშინვე მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიამ თქვა რომ კავკასია ცივილიზაცია არ არის რატომ? იმიტომ რომ ზუსტად დაინახა რომ ცივილიზაცია იყო შემოიტანა შეფასებითი მომენტი დიკტინა რომ ტუზემცი კავკასკი აქცენტ ну в принципе გოეგონა რომ კავკასკი აქცენტი დაგვამცირე მაგრამ სინამდვილეში დაგვაერთიანა და ამით თქვა რომ ეს ერთი რაღაცა არის და დაიწყო ბრძოლა სწორედ ამ ცივილიზაციის წინააღმდეგ როგორ მე-19 საუკუნემდე არავინ ვებრძოდა რა თქმა უნდა ყველა სამყარო რომელიც კვეთდა ამ ცივილიზაციას ეს არის უპირველეს ყოვლისა ინტენსიური კვეთა კავკასიური ცივილიზაციისა გარედან ეს არის ინდოევროპული მიგრაცია 5600 წლის წინ 6500 ეს გრძელდებოდა ეს პროცესი და დღეს ჩვენ მისი შემოწმება მხოლოდ არტეფაქტებით და გარკვეული პირველი ტექსტი თუთხალიას ტექსტია ეს არის მე-14 საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე ხეთური ტექსტი მაქვს მხედველობაში შევაჯამოთ და ვთქვათ რომ კავკასია იყო ცივილიზაცია თავდაპირველად ის იყო წარმოდგენილი ენდოგენური მითოეპიკური სამყაროთი ანუ ამ ცხოვრობდნენ მხოლოდ ისინი ვინც აქ იყვნენ ამ ენდოგენურ სამყაროში შედიოდა პალეოკავკასიური ხალხები და კულტურები და ენები თქვენ მას იცნობთ ეს არის ჩვენ რასაც უწოდებთ იბერიულ კავკასიურს ასევე მასთან დაკავშირებულია ჩვენი მონათესავე ხურიტულ-მითანური რომელიც დღეს აღარ არის ურარტული რომელიც აღარ არის ხეთური პროტოხათური უпростоრად ხეთური ინდოევროპულია ხათური იყო იმ ადგილას და იმ თუთხალიას ტექსტი რო ვახსენე იმ ტექსტში ნახსენებია ხუკანას ეხვეწება კაცო მიშველეო ჩემ დასოლად მოგცემო ოქროს მოგცემო ვერცხლს მოგცემო ყველაფერი ქენი ოღონდ გადაგვაჩინეო და რა ხდება ამ დროს მოდიან ვინ სხვა კულტურის მატარებლები სხვები ინდოევროპელები რომლებიც გადაფარავენ ამ ტერიტორიას ეს არის პირველი ტექსტი და პირველივე ტექსტი ემპირიულ მასალაში რომელიც ჩვენ შევხვდა არის სულისჩემძვრელი არის მაუწყებელი იმისა რომ რომელიღაცა ენა და კულტურა საფრთხის წინაშე დგას კვლევა აი ამ სამყაროს კვლევის ესე იგი მითოეპიკური სამყაროს კვლევის დასაწყისი სამეცნიერო კვლევის დასაწყისი თორე ესე რა ვიცი მე სტრაბოიდან დაწყებული ჰეროდოტე ვინ არა მე წყაროებს მოვიდა პირდაპირ არის წყაროები როგორი იყვნენ ჩვენი ღმერთები მაგრამ სტრაბონმა ვერ გაფილტრა ახლა სტრაბონს ვერ უნდა ვიწუნები დედაცოცხალი არა ხო და ვერ გაფილტრა რატომ მან მიიჩნია რომ მითხრას კულტის გაგრძელებაა ის რაც აქ ხდება ну სინამდვილეში ასე იყო მაგრამ მას არ უთქვამს არ გაომიჯნავს ერთმანეთისაგან რა ხდება კავკასიაში იმ დროს როცა სტრაბონი ამას წერს და ნეტავ რა ხდება ამის მეცნიერული შესწავლა იწყება სწორედ მე-19 საუკუნიდან ისე როგორც ლინგვისტიკა ნამდვილი ლინგვისტიკა კომპარატივისტიკა იწყება მე-19 საუკუნიდან ხო ჩვენ ამ წყაროებზე დააყრდნობით შეგვიძლია ავხსნათ ის სპეციფიკა რაც ჰქონდა კავკასიურ ცივილიზაციას ღვთაებების თვალსაზრისით ანუ რა პანთეონი იყო და ვინ მოდიოდა ამ პანთეონში ან რის გვამსურს იცით ჩვენ რომ მაგარი თქვა წარმართული პანთეონი ჰქონდა ენდოგენური ქართული ქართველური აქედან აქემენიდური ირანი გვაწვებოდა რატო უკაცრავად ამ სიტყვისთვის იმიტომ რომ თუ მაზდიანობა თუ მითრას კულტი შემოვიდა და შესაბამისად იქნებოდა გავლენა ჩვენ შემდგომ ნახავთ ქრისტიანულ ტექსტებს რომელსაც ქრისტიანობა კი ბატონო არის კულტურული რელიგია მაგრამ ის ებრძოდა ყველაფერს რაც მანამდე იყო წარმართული და ამის ნიშნებს წმინდანთა ცხოვრებაში წამებებში ჩვენ წამება არაერთია ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში ზედმიწევნით ხვდებით მაშასადამე ეს კულტურა გადადიოდა
წარმართული ღვთაებების შესახებ, გადაეს პანთეონის შესახებ ცოდნა, გადადიოდა ზეპირად, ზეპირ სიტყვაობით, ფოლკლორში, ხდებოდა მისი ვარირება, ლიტერატურაში შემოდიოდა ზღაპრებიდან. ერთადერთი ენა და ერთადერთი კულტურა პალეოიბერიულ კავკასიურ კულტურაში, რომლის მასალის მიხედვით შემოწმება მინიმუმ 15-16 საუკუნით შეგვიძლია, ეს არის ქართული. რატომ? იმიტომ რომ ქართულს აქვს დამწერლობა, ამ პერიოდიდან ჩვენ მეხუთე საუკუნიდან ხო აგერ ხელის გუზე გვიდევს და საოცრება, თუ ახლა რომელიღაცა ევროპელი ხალხი მე-17 და მე-16 საუკუნეში რაღაც ხელნაწერი აქვს ამის დიდი მიღწევა მისთვის ჩვენთვის ბუნებრივი პროცესია, როცა მე-5 საუკუნის ტექსტს ვიგებთ, კითხულობ და ვიგებთ. მაშინ სადამე რა ხდებოდა? განა ის რომ მხოლოდ ქართველები იყვნენ დაწინაურებული ამ თვალსაზრისით, ეს მოდელი ჩემი დაკვირვებით მუშაობდა, ანუ ამ პანთეონში იერარქია მაქვს ხედველობაში და ხო გავყავს ესნელი და quesneli ერთმანეთისაგან და აი ეს შესაბამისი პანთეონის წევრები იქაც ასე იყო. მაგრამ იქ არ იყო წერილობითი შესაძლებლობა, დოკუმენტირების შესაძლებლობა. იყო არაბულად ჩაწერილი ტექსტები და არის დღესაც, რომელსაც ჩვენ ვშიფრობთ, მაგრამ შერყვნილია და არასწორად დასახავს და მათ თავიანთი ინტერესი გააჩნიათ. მაშინ სადამე ტექსტის არარსებობა ზეპირსიტყვიერების ბალანსით ხდება, ანუ ზეპირსიტყვიერად ჩრდილოკავკასიური ენდოგენური გულისხმობ ადგილობრივ ეთნოკულტურებს ჰქონდათ ზუსტად ისეთივე მოდელი, ოღონდ ვარირებით, ვარიაციებით. მეც ხო ვთქვი, რომ ქართულში და ქართველურში სიწყებდა ვარირებას და ჩვენ ამას დავინახავთ. ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, კონკრეტული მასალის გამოყენებით უფრო ახლოდან ახლა მოცემულ შემთხვევაში მე უფრო ახლო პერიოდს დავიწყებ უბრალოდ შევხედავ რომ გადაგატაროთ ეს და გაჩვენოთ რომ ის რაც შემოვიდა ვთქვათ ახლომახლობელი აღმოსავლეთიდან ყველაფერი მას შემდგომ დაიწყო ინტენსიურად როცა მიდია დაეცა როცა მის ადგილას და შემდგომ სომხეთის ურარტუს ადგილას სომხეთის გაჩენის დროს ანუ ეს სულ რაღაც 2500 წელია დღეის იქით სულ რაღაც და მე იქეთ ვიხედები ხომ გასაგებია რას ვამბობ რა მაგრამ ახლა მინდა მე შევეხო იმ მიჯნას აი ეს ქრისტეს შობის აქეთ ანუ ჩვენი ქრონოსოფია რომელიც დღეს ქრისტიანულია 2024 წლის არის ქრისტე მანამდე არ იყო რა თქმა უნდა იყო სამყაროც იყო კულტურაც იყო და ეს რაც იყო ღვთაებების კომპლექსი ანთეონი არ იყო უსისტემო, არ იყო იქა-აქა, ამის თქმამ სურს. მე შეიძლება იქა-აქა გამომივიდეს დღეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს იქა-აქა არ არის. ის იყო ერთიანი სისტემა. ერთიანი სისტემა სამყაროს კონცეფტის შესახებ, რა არის სამყარო და მისი უზენაესი. ანუ სიტყვა ღმერთი არსებობდა, ვიდრე ჩვენ მონოთეისტური ღმერთი შეგვიძლია, ბიბლიურ ღმერთამდე ამის თქმამ სურს. რა თქმა უნდა არსებობდა სამყაროს ხედვა, როგორც ზესკნელის და მიწიერი ყოფის ყოველთვის არსებობდა. და ადამიანი, რომელიც არის შემეცნებელი, მას თავის სახელს დებდა. ცენტრალური ფიგურა იყო ადამიანი, იმიტომ რომ ცნობიერების და აზროვნების მოდელი ლინგვოკულტურულად შემოდიოდა. მოდი ახლა მე მარტო აი ახლებურად შევეხები აი ახალ მომენტს, სულ რაღაც 2500-2800 წლის წინანდელ ამბებს. შეგახსენებთ რაჭით და მაშინდელ იბერიის სამეფოს, როცა წარმართული ღვთაებები იყო. აი ეს ის პერიოდია, ზუსტად რატომ დავიწყე ახლა ამით, იმიტომ რომ ამ დროს იწყება ენდოგენური პანთეონის ღვთაებების პანთეონის შერყვა, მოდით ცოტ სიტყვას ვიხმარ, მაგრამ ნუ მოკლედ არევა რა და ეს არ ხდებოდა შემთხვევით. ჩვენ გვახსოვს ღმერთი ღვთაება გაციდე გაიმი ღვთაება იტრუჯანის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შევეხებით ცალკე და ყარაშამში ვერცხლის თასზე ახლა ხან სულ რაღაც 20